ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი გრძელდება. ლექცია-სემინარი 30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტუდიაში გაიმართა. შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი უძღვებოდა. ლექციას მცხეთა თბილისის ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. გადამზადების პროცესი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით მიმდინარეობს. ლექციათა კურსი მოიცავს ღირებულებითი განათლების ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 53 სკოლაში 100-მდე კლუბია წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ჩვენ დავიწყეთ გადამზადების მეოთხე ეტაპი იმ სასულიერო პირებისა, რომლებმაც უნდა დააფუძნონ სკოლებში ღირებულებითი კლუბები. ასევე ცნობილია, რომ საზოგადოების მოთხოვნა საკმაოდ დიდია ღირებულებითი კლუბების დაარსებაზე სკოლებისაც, მასწავლებლებისაც, მშობლებისაც, თუმცა მაინც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და ვცდილობთ, რომ გადაუმზადებელი, მოუმზადებელი არც ერთი კლუბი არ იყოს სკოლაში და არც ერთი სასულიერო პირი. ნაწილს ამ სასულიერო პირების აქვს პედაგოგიური განათლება, ნაწილს აქვს ღირებულებითი კლუბის გამოცდილება საკვირაო სკოლებში და რა თქმა უნდა დამატებით იძენს იმ უნარებს, რომელიც დაეხმარება მას სკოლებში ფუნქციონირებისათვის და ღირებულებითი კლუბის, ასე ვთქვათ, წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე 53 კლუბი ფუნქციონირებს, 1000-ობით ბავშვი არის ჩართული და ამ პერიოდამდე საკმაოდ დადებითი გამოხმაურება აქვს ამ პროცესს. დღეს სასულიერო პირები გავდივართ გადამზადებას, რათა საჯარო სკოლებში დავაფუძნოთ ღირებულებითი კლუბები. განათლების სამინისტრო ატარებს ამ ტრენინგებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს დავეხმაროთ სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში და გააკეთებენ სწორ არჩევანს და გადადგამენ სწორ ნაბიჯებს. თბილისში უკვე 53 სკოლაში ფუნქციონირებს ღირებულებითი განათლების კლუბი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ჩვენ გვაქვს თანხმობა, რომ კიდევ გავზარდოთ სკოლების რაოდენობა და ჯამში დეკემბრის ბოლომდე 100 სკოლამდე გავიზარდოთ. შესაბამისად ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასულიერო პირების ახალი ნაკადის გადამზადება და მათი მომზადება სამომავლოდ უკვე რომ გახსნან ღირებულებითი განათლების კლუბები.